და კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ამჯერად თენგიზ გუნავა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკითხვის შემდეგ ისევ დააპატიმრეს. ამჯერად საქმე აღძრულია უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პროკურატურაში თავდაპირველად მოწმის სტატუსით დაიბარეს. ეს თენგიზ გუნავას მეორე დაპატიმრება ბოლო ერთ თვეში. ნარკოტიკებისა და იარაღის ტარების გამო დაკავებული თენგიზ გუნავა გირაოთი იყო გათავისუფლებული. ნოდარ ჩაჩუა ისაუბრებს სხვა დეტალებზე. ნოდარ, რა შედავებიან გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს? დიახნათია, 3 საათიანი დაკითხვის შემდეგ უკვე ჩვენთან კომენტარი გააკეთა თავად თენგიზ გუნავას ადვოკატმა და როგორც მან განაცხადა, საუბარია ორ მუხლზე, ეს არის 333 მუხლი, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხება და ასევე სახელმწიფო ქონების მითვისებას. ადვოკატის განცხადებით საუბარია საწვავის მითვისებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა თენგიზ გუნავა ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და ადვოკატმა ჩვენთან საუბარში საწვავის რაოდენობას დაასახელა, ეს არის 3000 ლიტრი, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ზიანი და ზარალი მიადგა. მას ბრალად ედება სამსახურეობრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გადამეტება და ასევე მითვისება. კონკრეტულად ეხება ბენზინის საწვავის ტალონების მითვისებას. ეს ძალიან აბსურდული არის. იმის ნაცვლად მთავარი პროკურატურა გამოძიება დაიწყოს დასაჯუს ეს თანამშრომელი 19 ნოემბერს გამოძიება დაწቀბული მოგონილი ბრალდებით, რაც დღევანდელ დაკავებას ეხება და ასევე მოგონილად დააკავეს დღესაც თენგიზ გუნავა. მეტის წარმომადგენლებთან ერთად თენგიზ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო აქვე პროკურატურას ამყოფმა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმაც, რომელმაც მედიისთვის განცხადება გააკეთა და შეაფასა თენგიზ გუნავას უკვე მეორედ დაკავების ფაქტი, როგორც იგი აცხადებს, ეს არის პოლიტიკური ქმედება, რომელსაც ეს ხელისუფლება ახორციელებს და ემსახურება ოპოზიციის ანუ ნაციონალური მოძრაობის დაშინებას. ამ პრიმიტიული ფანტაზიის მქონე ადამიანები აღმოჩნდნენ, ეს ადამიანებიც ამ შენობაშია და არა მარტო ამ შენობაში იქ მთის მწვერვალზე ვინძის. ეს არის ისე კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დევნა ადამიანების, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება. ჩვენ ნახეთ ბოლოს ფაქტები, როდესაც მათ უნდა გამოშვება ტერორისტების, ტერორისტულ აქტებში მიჯილი ადამიანების ყველობის ცდელობა და მეორე მხრივ ისინი აკავებენ ადამიანებს, რომელიც საქართველოს იბრძოდა. თენგიზ გუნავა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ წუთებში გენერალური პროკურატურის შენობაში იმყოფება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის. ის მას სავარაუდოდ პროკურატურიდან უკვე გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ და ბრალსაც სწორედ 48 საათის განმავლობაში ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც იქნება უფრო მეტი მტკიცებულებები გამოქვეყნებული. სავარაუდოდ ასევე უკვე ხვალისთვის გააკეთებს პროკურატურაც კონკრეტულ ბრალდებასთან და ბრალდების დეტალებთან დაკავშირებით განცხადებას, ხოლო ამის შემდეგ კი წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით უკვე სასამართლო იმსჯელებს. მადლობა. გუნავას მეორეჯერ დაპატიმრების ფაქტზე პროკურატურიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.